რა ამბავია 2 ევრო რა ამბავი სად არის ჩემი სოკარი რომიდან მილანამდე საკმაოდ დიდი და დამღლელი გზა მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ გზაში შემოგვაღამდა, რამდენჯერმე გაგვიწვიმდა და ესეთ გზებზე მოგვიწია სიარული, როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ ულამაზეს მილანში. სასტუმროში როგორც კი დავბინავდით, მალევე გამოვედით და ქალაქის ცენტრში გავედით დასათვალიერებლად. ჩამოვედით და ცოტა დაღლილები ვართ, არაფერს თავი აღარ ვქნა. მართლა კი არა, მეგობრებო, მილანში ვართ, ნახე. საოცარი გარემოა მართლა და აი როგორი დაღლილიც არ უნდა იყო ამ ყველაფერს რომ ხედავ იმუხტები ენერგიით რა. ეხლა ვარ ბოლომდე დატენილი. შეიძლება მთელი ღამე ვიარო აქ. ეხლა პოლიციელს ვეხვეწე რომ მეთქი აქ შემოვიყვან მოტოციკლებს რომ აქ გადავიღო სურათი თქო და თან ინგლისური არისო და კარგად და ხელებით მიხსნიდა ესე თითებით რომ ფეხით შედიოს ფეხითი არა ფეხით. მაგრამ ერთ სურათი მაინც გადავიღე ცოტა შორიდან და გაჩვენეთ მაგის. მთელი იტალია გავიარეთ ფაქტობრივად 3 დღეში. ანუ დასაწყისიდან ბოლომდე ავიარეთ ყველაფერი 3 თუ 4 დღეში. და ნუ ჩერდებოდით შიგადაში გვათვალიერებდით, რასაც ვასწრებდით, ყველაფერს ვნახულობდით და რო შევაჯამო მთლიანი იტალია როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ყველა ქალაქი გონია რომ აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში ხარ. ხალხიც კი განსხვავებულია, ჩაცმულობა განსხვავებული აქვს, მანერა სხვანაირი აქვს, აბსოლუტურად ყველაფერი განსხვავებულია. შენობა ნაგებობები განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად ნეაპოლში რომ ძალიან ქაოსი იყო, რაღაც ხალხი რო ისე დარბოდა გადარბენ გადმორბენაზე და რაღაც ბინძური ქალაქი რო იყო, რომში ცოტა განსხვავებული იყო შედარებით სუფთა იყო, რომის არ იყო თორემ მოწესრიგებული, მაინც სიბინძურე იყო, მაგრამ ხალხი ცოტა განსხვავებული იყო. აი მილანში ჩამოვედით და ყველა გამობრანჭული დადის აბსოლუტურად. ისეთ სისუფთავეა რომ კრიალებს ყველაფერი. აბსოლუტურად სხვა გარემო დაგვხდა. რა ძალიან მომწონს რა. ესეთ ქვეყანაში რო ცხოვრობ, რავი, სულ უნდა იმოგზაურო და სულ უნდა ათვალიერო ალბათ რა. და მთლიანად შეისწავლო შენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაც ძალიან მაგარია და იქაც უნდა ათვალიერო, სხვადასხვა კულტურები უნდა ნახო, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ბევრად პატარა და ძალიან მარტივად მოვლივ და მარტივად ნახავ მაგ ყველაფერს და აი იტალია მთლიანად რო დაათვალიერო, საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდება ადამიანს, მაგრამ ნამდვილად ღირს და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ჩემი მოგზაურობით. ძალიან მიხარია ყველაზე დიდი დრო იტალიაზე გავთვალე, იმიტომ რომ ნამყოფი არ ვიყავი და ძალიან მაინტერესებდა და ფაქტობრივად მთელი იტალია გავიარე, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს სპონსორებს და ყველა იმ ხალხს და იმ კომპანიას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ მოგზაურობაში. მართლა დაუვიწყარი დღეებია ჩემთვის. არა მარტო ჩემთვის, მე მგონი აქაც რაღაც ძალიან გაუხარდათ და იმათაც ალბათ ვიღაცა სპონსორი გამოუჩნდა. გადი იქით. ჩემს ვიდეოში ბევრი ალბათ ელოდებოდით უფრო იუმორისტულ ამბებს, ან უფრო შემეცნებით ამბებს, რომ რაღაც ისტორიები მომეყოლა, სად ვიყავი და რა ხდებოდა და როდის დაარსდა და ასე შემდეგ. შეიძლება უფრო მეტ მოტო თემატიკას ელოდებოდით, მაგრამ
ჩემს ვიდეოში არის მხოლოდ რეალური ჩემი ემოციები, რას განვიცდი, რა მომწონს, რა არ მომწონს და იმედია თქვენთვისაც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ვარ ის, რაც რეალურად ვარ და არ მაქვს დადგმული წინასწარ რაღაც სცენები, არ მაქვს ინტერნეტში მოძებნილი წინასწარ რაღაც ინფორმაციები, რაც თქვენ უნდა გესაუბროთ. და მინდა ვიყო ძალიან ღია და მეგობრული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კომენტარებში რაც მოდის ხოლმე რა ინფორმაციაც იწერება, რაღაც ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს ჩემ გამომწერებთან და მინდა ესე გავაგრძელო და თუ რაღაცა უკეთეს რაღაცას ისურვებდით ჩემს ვიდეოებში, დამიწერეთ, არ არის ხო, რეალურადაც ესეთი არაადეკვატური ვარ. არ ვიცი ამას ჩავსვავ თუ არა, მაგრამ მაინც იყოს ყოველ შემთხვევაში. ჩვენი დღევანდელი მილანის მოგზაურობა დასრულდა. ხვალ დილით გვაქვს კომოს ტბაზე წასვლის გეგმა და დილიდან უკვე კომოს ტბაზე გავემართებით. ჩემი გოგოც ესე გამოიყურება, ნახეთ როგორ ბზინავს. მეორე დღეს დილით ძალიან ადრე გავედით ქალაქის ცენტრში. ისევ და ისევ გავიარეთ მილანი, დავათვალიერეთ და შემდეგ გადავწყვიტეთ კომოს ტბის მიმართულებით წასვლა. მაგრამ კომოს ტბიდან ძალიან ახლოს იყო შვეიცარია, სადაც გვეგულებოდა სოკარის ბენზინგასამართსადგური და იქ რომ არ შეგვეულო, უბრალოდ არ შეიძლებოდა. თან ჩემ მოტოციკლით სოკარის ბენზინგასამართსადგური ძალიან მოენატრა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჯერ შვეიცარიაში ავსულიყავით, ჩაგვესხა საწვავი და შემდეგ ჩამოსულიყავით კომოს ტბაზე. გზაში კი ტრადიციულად ქინქლებმა და მწერებმა ვიზორი ძალიან დაგვისვარეს და მოგვიწია გზაში გაჩერება და ვიზორის ექსტრემალურ სიტუაციაში გაწმენდა. ესე რა თვითონ დავინახე. ეხლა ვართ ერთ-ერთ ბენზინგასამართსადგურზე გაჩერებულები, ეს მაგარი კაცია და გაქვავებული დღეს. და ვიღაც კაცი მოდის რა, Google Map-ი აქვს გახსნილი და მაჩვენებს ლოკაციაზე საქართველოს. აქედან ხარ თო ნომრებს რო შეხედა და მეთქი კითხო რა და ის მოტოციკლით ჩამოხვედითო იქიდან აქო, კი მეთქი და მე ესეც სახე ქონდა რომ სახეზე ეწერა ვერ ახარ თქვენ კარგად და მე ტრაილერის ძველი ვარო და მაჩვენა რომელ ქვეყნებში იყო ნამყოფი და მე წავიდა. ამასობაში შვეიცარიის საზღვარს მიუახლოვდით. როგორ მარტივად გავიარეთ, თქვენ თვითონაც ნახავთ, დაახლოებით 40 წამი დაგვჭირდა რომ საზღვარი გადაგვეკვეთა. როგორც კი შვეიცარიაში შევედით, მაშინვე გავემართეთ სოკარის ბენზინგასამართსადგურისაკენ. ნახო 0.13 კი. ესე იგი შვეიცარიაშიც ვართ მეგობრებო, უკვე ეხლა სტანდარტულად როგორც მიუყვებით ესე დროშებს, აქაც შვეიცარიის დროშას დავაკრავთ. სოკარის ბენზინგასამართსადგურზე ვიმყოფებით, იმიტომ რომ რაც ჩვენ გამოვიარეთ, სოკარი არცად არ გვხვდებოდა არც ერთ ქვეყანაში და როგორც კი შვეიცარიაში შემოვედით, პირველივე ბენზინგასამართსადგურზე მოვედით და ეხლა გავავსებ ავს. მაგრამ ჯერ დროშა დავაკროთ. ეს ხო და მონატრებულზე სოკარის საწვავს მივაწვდი ჩემ გოგონას. აი ასე გამოიყურება ჩვენი სოკარის თვითმსახურების ბენზინგასამართსადგური. ვერ ვიჯერებ, შვეიცარიაში ვარ და ნახეთ რა სილამაზეა ერგვლი, როგორი მთებია. შოქში ვარ, ვერ ვლაპარაკო. მართლა ცოტა საუბარი მიჭირს, მაგრამ არა უშ დავლაგდები და მე დანარჩენ ამბებს მოგიყვებით გზა და გზა. მე მგონი ძალიან ახლოს მოვიყვანე და აქ რაღაც არაკომფორტულად მივდგები, მაგრამ არა უშ. რომელი უნდა ჩავასხო, აი ესეოს. გავავსო თავს. წავიდა. მოგენატრა გოგო სოკარის საწვავი?
ეხლა ნახეთ უბრალოდ რა მაგრადივლის კომოს ტბაზე გავჩდებით 3 წუთში აქედან. რამდენი ჯერ 9 ლიტრზე ვართ. ის აქ რა ღირს საწორი, კი არ ვიცი. 2 ევრომდე, евро და 84. 10 ლიტრი სოკარი საწოვი ჩავასხით. ნახოთ აბა შვეიცარიის სოკარი როგორია განსხვავდება თუ არა ქართულის. ჩვენთან ხო არის ვეიმარტ. აქ ქვია მიგროლინო. სოკარის მიგროლინოში შევლით ახლა დავათვალიერებთ შიგნით რა ხდება. მაგრამ ჯერ შევიდეთ გადავიხადოთ. თანხა ისე არ შეიძლება მოტოციკლით დაძრო. დავიდეთ. შევიდეთ ახლა დავათვალიეროთ. ანუ თვითმსახურებაზე როცა ხარ საწოლს ჩაასხავ, მე შედიხარ შიგნით ასხავ და გამოდიხარ. მანამდე არ უნდა დაძრა ტრანსპორტი. ხო, შევიდეთ ახლა ნახოთ. დავიდეთ. სუნები არ გამოგვადგება სამწუხაროდ. მოტოციკლზე ვერ დავკიდებ, მანქანით რო ვიყო დიდი სიამოვნებით. აქ რა ფული აქვს არ ვიცი. ევრო აღარ არის. წყალს ავიღებთ ახლა. აქ მე მგონი ქურდობა არ არის, ხო ისე როგორც იტალიაში. იტალიაში ვერაფერს ვერ ტოვებდით შიშისგან, იმიტომ რომ ყველა მაგას გვაფრთხილებ და მაგრად იპარებაო აქ ყველაფერიო რა. მაგრად იპარებაო რომ გაიგებთ, ნუ გამოცვიდებით ყველა იტალიაში. და დამფრთხილად იყავითო და აგიტომ ახლა იქ ჩამოვედით. შვეიცარიაში თამამად დავტოვეთ მოტოციკლებზე ყველაფერი. ნახოთ ახლა რაღაცებს ავიღებთ და აქედან შემდეგი გაჩერება კომოს ტბა. მაგრამ ჯერ სოკარზე რაღაც ამბებს მოგიყვებით და დროშით მინდა სურათი გადავიდე. როგორ აღმოჩნდით შვეიცარიის სოკარში? ესე იგი, ტური დაიგეგმა სუთავიდან როგორ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა იტალიაში მოგზაურობის, ჭირდებოდა სპონსორი და მივოდექით ძალიან მაგარ კომპანიას სოკარს, რომელმაც დავკვატიშა თავისთან, გვაჩვენა თავისი საწოვის ხარისხი, როგორი ფილტრება, როგორი წმინდება, როგორ ზრუნავენ იმაზე, რომ მომხმარებელთან მივიდეს იდეალური და ძალიან სუფთა საწოვი. ამ ყველაფერმა ძალიან მიმიზიდა და დავიწყეთ ჩვენ თანამშრომლობა. რამოდენიმე ხნის შემდეგ დავიძარით, წამოვედით ევროტურში, შემოვიარეთ სხვადასხვა ქვეყნები, ყველა რომელ ქვეყანაშიც ვიყავით, აგერ მაქვს აღბეჭდილი და ჯერ კიდევ გრძელდება, იმიტომ რომ კიდევ ბევრი ქვეყანა გვაქვს გასავლელი. ჩემი მთავარი სპონსორი სოკარი, რომელიც გვერდში დაგვიდგა. იტალიიდან ძალიან ახლოსო იყო შვეიცარია. ამოვედით შვეიცარიაში, რომ აი ეს სილამაზეები გვენახა, აი ულამაზესი მთები არის და ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვარ და წინ კიდე ძალიან ბევრი მაგარი ადგილები გველოდება და რა თქმა უნდა შემოვიარეთ სოკარზე, სადაც ჩავასხით საწოვი, იმიტომ რომ ჩემი გოგო სულ სოკარის საწოვზე იყო და ეხლა მოენატრა ამ დროის განმავლობაში, რადგან რაღაცა უცნაური საწოვის ჩასმა გვიწევდა. ასე რომ ეხლა ნელ-ნელა უკვე დავიძურებით კომოს ტბისკენ, ჯერ აქაც გავივლით, რაღაცებს დავათვალიერებთ და შემდეგ უკვე კომოს ტბას ვესტუმრებთ. კიდევ ბევრი ქვეყანა გვაქვს წინ და სამწუხაროდ სოკარი აღარ გვხვდება, მაგრამ არაუშავს როგორმე გავძლებთ საქართველომდე შემპირდა ჩემი გოგო, რომ საქართველომდე ავიტანო ჯანდაბასო, მაგრამ მე სოკარის გარდა მეტი არაფერი დამენახო. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ისევ და ისევ სოკარს ჩვენი ესეთი გიჟური თავგადასავლებისთვის. ხალხის რეაქცია უნდა ნახოთ ხოლმე, რო იგებენ რომ საქართველოდან ვართ სპორტბაიკით. You are crazy guys. პირველი ეგ რეაქცია აქვს ხოლმე, მაგრამ რა ვქნათ, არა უშავს, ძალიან გიჟური ტური გამოგვივიდა, ძალიან დამღლელი, მაგრამ ძალიან ბევრი ემოციებით და აი მაგ კადრებს ნახავდით, რამდენი ემოცია გავიარეთ ერთდროულად. იყო ნერვიულობა, იყო ცოტა შიში, იყო ბედნიერი წუთები, ყველაფერი გავიარეთ მოკლედ რა. მაგრამ საბოლოო ჯამში, ნუ დაღლა ხო იყო და იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მაგარი ტური გამოდის. მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ ნახევარია ჩვენი გეგმის, რაც გავიარეთ და კიდე ერთი ამდენი გზა გველოდება წინ საქართველომდე. აბა წავედით ახლა კომოს ტბა მოვინახულოთ თუ როგორია დავათვალიეროთ ერთად. უკვე საწვავით სავსე ავზით შვეიცარიის რამოდენიმე ადგილას გავიარეთ, სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო ქონდა და ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარით, რადგან კომოს ტბაზე ვიყავით წასასვლელად. ცოტა ვიარეთ და პირველივე შემოხვედრ მარკეტთან გავჩერდით, რომ უბრალოდ რაღაც გვეყიდა და ამით აგვიგემოვნებინა ადგილობა.
შვეიცარიაში ფაქტობრივად შემოვირბინეთ, იმიტომ რომ დრო არ გვაქვს გადარბენაზევას და ეხლა გავჩერდით რომ რაღაცა აი შვეიცარული რაღაც უნდა გავსინჯოთ. და ცოტა ენერგიისთვის რა გული დავლიოთ და მე უკვე გავაქცევებ გზას. ძალიან გული გწდება რომ ახაურო, ვერაფერი წავიდეთ სუვენირი და ვერ დავათვალიერებთ ისე გემრიელად როგორც შვეიცარიას იკადრება. მაგრამ არა უშავს ჩვენ აქ დავბრუნდებით. Almost ფაზე ვართ უკვე მეგობრებო, შეხედეთ. ანუ ხო ყველაფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ უკვე იმდენი რაღაც ვახე ბოლო აღარ მახსოვს დრო. ბოლო 5-6 დღის განმავლობაში იმდენი მაგარი რაღაც ვახე, რომ ემოციები გამომელია უკვე. აღარ მაქვს ემოცია, რეაქცია აღარ მაქვს. მართლა რაც არ უნდა ვნახო, ვა, აი ეგეთი რეაქცია მაქვს. არა და რას ლამაზია იცი. არა დავიცალე ემოციების. ყველა ემოცია გამოხატე უკვე, დავხარჯე ყველაფერი. ეხლა ცოტა სამინაზღაურებ როგორ. ის მომენტი ხო ქონიათ რაღაც ადგილს რო შეარჩევთ და ამ ფონზე რო გინდა სურათის გადაღება რა. ვერ მოვიქრე საიდან გადავიღო სურათი. აქეთ ხო ლამაზია. აქეთაც ხო ლამაზია. აქეთაც ხო ლამაზია. იქითაც ლამაზია. აქეთაც ზემოთ, ქვემოთ. ყველგან შეხედე. ნახე, ლამაზია. აი ხო ძალიან დამღლელია ამდენი მოგზაურობა რა დღეში რო 600 კმ-ს გადიხარ მოტოციკლებით, ეს წელსში რო ხარ მოხრილი და ისე მიდიხარ და თან გზებია როგორ, სულ სწორი გზა არის, პირდაპირ მიდიხარ, აი ერთი მოსახლეობა მაინც იყოს რაღაცა. იმათ რა ქვია, წამლად რო იქ შეხვევა გინდა ადამიანს. არა, სულ პირდაპირ მიდიხარ ეს. და ხო ძალიან იღლები, სახში აი მიდიხარ უკვე როგორი განადგურებული ის სასტომაში, რომ არაფერს თავი არ აქვს. მეორე დღეს მე გამოდიხარ დილით, ისევ დაღლილი ხარ, იმიტომ რომ დასვენება და გამოძინება ვერ მოასწარ. და მიდიხარ აი ესე დაღლილი, დილიდანვე უკვე რომ დაღლილი ხარ ადამიანი, აღარაფერს თავი არ აქვს და უცებ მე ისეთ სილამაზეებს ხვდები. რომ ეგრევე იმუხტები, ეგრევე იტენები, აი რო შეგაერთები შტეფსელს და რო დაიტენები, დაიმუხტები, აი ეგეთი რეაქცია მაქვს. აი ნახე, აქ როგორ უნდა იყოს დაღლილი და მოწვენილი. მე მგონი ცოტა ზედმეტი დამხტვა მომივიდა. მოკლედ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რა ადგილებიც ქონდა იდეაში წარმოდგენილი რომ უნდა გვენახა, ეგ ყველაფერი თითქმის მოვინახულეთ. ერთადერთი რაც არ ქონდა განსაზღვრული იყო ფასიანი გზები. ანუ ხარჯები რო ჩამოვწერეთ, გათვლილი ქონდა დაახლოებით კვებაში რა დაგვეხარჯებოდა დაახლოებით სასტუმროში რა დაგვეხარჯებოდა, საწოლში რამდენი დაგვეხარჯებოდა. საწოლს რაც შეეხება საშუალოდ 4-დან 4 ლარნახევრამდე ქონდა გათვლილი რომ ევროპაში ეგ ფასი არის ხოლმე საწოლი. მაგრამ რატომღაც უფრო ძვირი აღმოჩნდა, დაახლოებით 2 ევრო ღირდა ბევრგან ევრო და 80-ან 85 ცენტი. ნუ ცოტათი გაგვიზარდა მაგან ხარჯი, მაგრამ დიდი საგანგაშო არაფერი ყოფილა. სასტუმროები რა ფასიც ქონდა გათვლილი, მაგ ფასში ჩავეტიეთ საშუალოდ. კვებაც ასევე, იმიტომ რომ ხშირად გზაში რო ვართ, ხან უცებ რაღაც სენდვიჩების ჭამა გვიწევს, ხან რაღაც ბენზინგასამართ-სადგურზე ჭამთ უცებ რაღაცას და იშვიათად რო კაფეში დავსხდეთ ან რესტორანში დავსხდეთ და რაიმე კერძი დავაგემონოთ. ასე რომ კვების ხარჯები ჩაეტია რაც ქონდა გათვლილი მაგ ყველაფერში. უბრალოდ გზები არ ქონდა გათვლილი, დაგვავიწყდა ფასიანი გზების გათვლა და საბერძნეთში ბევრად იაფი იყო ყველაფერი, 2-2.5 ევროს ვიხდით, მაგრამ ძალიან მალ-მალე ვიხდით და საბოლოო ჯამში არც ეგ გამოვიდა იაფი, საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოგვიწია, ხოლო იტალიაში 20-25 ევრო გვიწევს გზის გადასახადი და საკმაოდ ბევრი ესეთი გზა მოგვიწია სამწუხაროდ. ასევე ხორვატიის გზები გველოდება წინ და ხორვატიაშიც საკმაოდ ბევრი გადასახადია ავტომობილით რო ვიყავი, გამოვცადე უკვე ეგ ყველაფერი. ეხლა გავჩერდებით აქ ხედზე
რამდენიმე სურათს და ვიდეოს გადავიღებთ და შემდეგ ნელ-ნელა უკვე დავიძვრებით მილანისკენ. ასევე გეგმაში მქონდა პისტა მინდოდა მეყიდა და აი არ ვიცი რამდენად გამომივა მაგის ყიდვა, რადგან საკმაოდ ძვირია და როგორც უკვე გითხარით, ხარჯები საკმაოდ გაგვექცა. კომოს ტბიდან ისევ მილანისკენ წასვლა გადავწყვიტეთ, სადაც დაინესის აუთლეტში გვინდოდა შესვლა და ჩაფხუტების დათვალიერება. ეხლა ვიმყოფებით დაინესის აუთლეტში და განსაკუთრებული ვერაფერი ნახეთ, ისეთი რომ მომწონებოდა. პისტას ყიდვას ფიქრობდი, მაგრამ აი ერთი ეს არის ნორმალური ვარიანტი, ისიც დიდად არ მომეწონა, რამე ფერადი მინდა და ფერადები მაღლა რაც აწვია, დიდი ვერაფერი, ვიზუალურად არ მომეწონა და ფასიც საკმაოდ ძვირი, დაახლოებით 1500 ევროს ფარგლებში. აქეთ ფეხსაცმელები, მოტობუცი, აქეთ ხელთათმანები, დიდ მაღაზიას ველოდი და საკმაოდ პატარა რაღაც დავხვდა. წავალთ კიდე ერთ ადგილას გვეგულება, კარგი მაღაზია, ლადომ მიგვასწავლა და აქედან არის დაახლოებით 2 საათის მანძილზე. დღეს ვერ ვასწრებთ, იმიტომ რომ აკეტილი დაგვხდება უკვე და ალბათ ხვალ შევლით და დავათვალიერებთ, ნახავთ, იქნებ იქ მაინც შეძლო რამის ყიდვა. მოვედით მეგობრებო, ეხლა გაჩვენებთ სად ვართ. აი ესე დაინესის და AGV თუ AGV თუ რავი როგორ ქვია, არ ვიცი მაგის უშველებელ მაღაზიაში. აქაურობის შესახებ ლადო მომასწავლა და ნახეთ 64-ია ჩვეულებრივი აქ. ჯერ პირველ რიგში მინდა სარკეში ეს სამაგრი შევამოწმო რაღაც. აი ეს ჩაჭდა უკვე კარგად. ესე იგი ჩვენ ნახოთ ახლა ჩავხვდი. რის გამოც მოვედი აქ. Ora, კაი ჩანთაა. €60 აი ეს ჩანთა. ნუ ფასები რო კაი აქვს, ვიცი. აჰა. ამის ფასი არ ვიცით. აი ნახეთ, რამდენი პისტა და რა ლამაზები და რა კარგები. ვიხსნით. ძალიან კატასტროფა ფასებია. 1200-1500 ფარგლებში. ეგ იყო ახალი კოლექცია და ეხლა ნახულობთ ძველი კოლექციის ჩაფხუტებს, მაგრამ მანამდე აქ შეხედეთ რა მაგარია. აი ეხლა ნახავთ ძველი კოლექციის ჩაფხუტებს. წინა მოდელის ასე ვთქვათ, იქნება წინა წლის მოდელები. აი ამის ფასი მაინტერესებს. ძალიან ლამაზი. მოგეთ ბევრი ჩაფხუტები ვთვალიერეთ, ხო და ერთი თეთრი ჩაფხუტი შევარჩი. მაგას მალე გაჩვენებთ. პრინციპში ხა გაჩვენებთ, აი. მედია მოხდება ჩემს მოტოციკლს და რატო გადავწყვიტე თეთრი. მინდა მოვხატო რაღაც ლამაზი ელემენტებით და თეთრი ყველაზე კარგად მოიხატება მე მგონი და კაი ტიპი უნდა გამოვიდეს. აი ესეთია და შავი ოდნავ smoky ვიზორი რო არის, ეგ დაუყენდება.
ჩაფხუტი ვიყიდეთ. ძალიან მეცინება. ჩაფხუტი ვიყიდეთ და არ ვიცით საწავიღო. როგორ წამოვიღოთ, ანუ ადგილი აღარ გვაქვს, ყველაფერი სავსეა, ბარგი გატენილი, ანუ შემოდნა ჩანთის დასატევებელი. ჩანთის ადგილი აღარ არის, ჩვენი ადგილი ძლივს არის და ჩაფხუტი ვერ მიგვაქვს. სად წავიღო ახლად შეძენილი პისტა. ამას მოვიფიქრეთ გზაში. ამ გეგმები ცოტა ხო შეგვეცვალა რა, სხვა გზით მივდივართ ეხლა და ლადოს უნდა ვესეს ხო დროშები. რომელი ქვეყანა გინდა? დროშების რაოდენობა ნახე. 2 ლარი ღირს ცალი, რომელიც გაგიხარდება, შენ პროსტა მითხარი, რომელი გინდა, არ არის პრობლემა ძმა.